დილიდან თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის ფიცის დადების ცერემონიის და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების პარალელურად არის კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც ბოლო 2 წელია სრულდება. ეს არის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საგამოფენო სტენდები. ვნახოთ, რამდენ სამინისტროს ჰქონდა დღეს თავისი პროდუქცია გამოტანილი და როგორ ხვდებოდნენ ამ ყველაფერს როგორც მოქალაქეები, ასევე თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ტურისტები. 4 სივრცე ერთ ადგილას საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ პროექტი გაიცანი საქართველო წარმოადგინა. გვაქვს ჩვენი სახლი, სადაც ყველა დაინტერესებული პირი შევა, გაიკეთებს ვირტუალური რეალობის მოწყობილობას და იქ მოინახულებს 360 გრადუსიან ვიდეოს, რომლის დროსაც იგი შეგრძნება აქვს, რომ დაფრინავს ცხეთის თავზე. ყველაზე დიდი ადრენალინი ზიპლაინით დაშვებისას, ყვავილების ბაღითა და სასიამოვნო მუსიკით განტვირთვა, საპნის ბუშტებისა და თოჯინების თეატრის სანახაობა. გარემოს დაცვის სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მისულ დამთვალიერებელს უამრავი საინტერესო აქტივობა შესთავაზა. ძალიან გავერთეთ ბავშვები, იმიტომ რომ ძალიან მხიარული სპექტაკლები იყო და ასევე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ლამაზი დღეები როგორც დღეს არის ბავშვებისთვის გასამხიარულებელი, ყოველთვის ყოფილიყო საქართველოში და ბედნიერი მომავალი თაობა გაგრძელდეს. გილოცოთ ბავშვებო დამოუკიდებლობის დღეს. ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოფენა გაყიდვა და დეგუსტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროდუქტები გამოფინა. სტენდთან წარმოდგენილი იყვნენ სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული საწარმოები და კომპანიები. ამ კუთხით ძირითადად ტურისტები ინტერესდებოდნენ და არც ქართული ტრადიციული პროდუქტების დაგემოვნებაზე ამბობდნენ უარს. ტრადიციულად ვცდილობთ რომ ვიყოთ ცოტა ორიგინალურები, გვაქვს წარმოდგენილი პრაქტიკულად ყველა ეროვნული ასე ვთქვათ პროდუქტი, რომელსაც როგორც კოოპერატივები, ისე ჩვენს მიერ დაფინანსებული საწარმოები წარმოადგენენ. მე ბელორუსიდან ვარ, ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. აქ გავსინჯე ქართული ღვინო და ჩურჩხელა, ძალიან მომეწონა ყველაფერი. 26 მაისს დაბადებულ პირველ ახალშობილს დემეტრე თოთლაძეს იუსტიციის მინისტრმა განსხვავებული სპეციალური დაბადების მოწმობა გადასცა. გამორჩეულია, რადგან ალბათ არ ყოფილა, მე არ ვიცი, არ მახსოვს, არ გამიგიერო ესეთი რაღაც ყოფილი იყო და რა ვიცი, მისთვისაც განსაკუთრებული იქნება ალბათ რომ გაიზრდება და ყოველთვის ემახსოვრება. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი უბედზე მაქსიმალურად ბევრი საქართველოს მოქალაქე დაიბადება ჯანმრთელი და გააბედნიერებს თავის ოჯახს. მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა მოქალაქეების ნაკადი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. იქ მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა სამინისტროს პროექტებს გაცნობოდნენ. სტენდები დაათვალიერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმაც. მათ რუსთაველის გამზირზე ფეხით გაისეირნეს, მოსახლეობას გაისაუბრნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. დღევანდელ საღამოს დაასრულებს გალა კონცერტი. ზუსტად 2 საათში დაიწყება ღონისძიება, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, ისინი შეასრულებენ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. ამ კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას თქვენ შემოგთავაზებთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.